გამარჯობა. მე არ ვიცი რა მოაცეებით ხელმძღვანელობის პოლიტიკოსები ვინც ამბობენ რომ არჩევნები გაკავდება აუცილებლად რა იძლევა ამით თქვის საფუძველს საქართველოში მადლობა ღმერთს არის ეს ტენდენცია რომ ყოველი მომდევნო არჩევნები ტარდება კარგად და ბუნებრივია ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები რომლის შედეგადაც ხელისუფლების შეცვლა მოხერხდა და ამიტომაც მე ვერ ხედავ საფუძველს რომ თქვათ რომ არჩევნები გაყალბდება ასე საფუძველს ვერ ხედავ იმისა რომ ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვიდეს. ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა. მხოლოდ მაშინ თუ ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება დაგროვილი რაღაც დიდი აგრესია და თუ კი ხალხი დაინახავს ქუჩაში ლიდერს, რომელსაც იგი უნდა წაყვეს. და მე ვერ ხედავ რომ აგრესია ამ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი არის და არსებობს საფუძველი გამოვიდნენ, ამიტომაც ხალხი გამოვიდეს ქუჩაში, არანაირი საფუძველი ამის არ არსებობს. ზოგიერთ პოლიტიკური თამაშია, ჩემი აზრით ეს მხოლოდ რომ როცა წააგებ, გაამართლო შენი წაგება ამით, სხვა არაფერი ალბათ. პრემიერის განცხადებაც ერთგვარი პოლიტიკური თამაში ამბობს რომ 70-ს აიღებს მარგველაშვილი, იმიტომ რომ როცა მე აიღებს დაახლოებით სიტყვაზე 58-ს, 57-ს, 59-ს თქვას რომ ნუ ხა ნაკლები აიღო, მაგრამ მე მეცველოდი. ანუ რო იყოს ეს მოლოდინი რომ უყურეთ უფრო ნაკლები აიღო ვიდრე ელოდებოდა ოცნება. ანუ გააქარწყლებს ყველა ის რომ არჩევნები რაღაცნაირად შეიძლება გაყალბებულიყო ამითიც. მე მგონი პირველივე ტურში მარგველაშვილი მოვიგებს, მაგრამ 70% რამდენად რეალურია ეს მიჭირს თქმა, ალბათ 70-ს მე მგონი ვერ აიღებს, მაგრამ ამაში ტრაგედიას ვერანაირს ვერ ხედავ. ცხადია მას უფრო ბევრის აღება უნდა, მაგრამ გააჩნია, როგორ მოხდება მობილიზება ამორჩევლების. ვისი ამორჩევლის მობილიზება მოხერხდება უფრო მეტად. თუ ოცნების ამორჩეველი აქტიურად მივა არჩევნებზე, მაშინ არა გამორჩეულ 70-მდე ავიდეს კიდევაც მარგველაშვილი, მაგრამ თუ არ მოხდება ოცნების ამორჩევლის მობილიზება, მაშინ ალბათ მოიგეთ პირველ ტურში, მაგრამ ისე დიდი უპრეტესობით ვერა. 50-ს მეც აიღებს, მაგრამ ეს იქნებოდა ეს ალბათ. კი, ალბათ ერთი ეს არის ამორჩევლის მობილიზაციაზე მიმართული პრემიერის განცხადება, მეორე ის რომ ახლა მე 70-ს ველოდები და მე თუ აიღებს 60-ს, ნუ რა ის ნუ გაუკვირდება. აი ამაზე ლაპარაკი. ესე თქვა რაღაცნაირად ბუნებრივია პოლიტიკური თამაშია. საქართველოში გამორიცხული არაფერი არის ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ წესით პირველ ტურში მარგველაშვილი გაიმარჯვეს, იმიტომ რომ ბოლო მისი ორი საჯარო გამოსვლა იყო უკვე სერიოზული შემდგარი პოლიტიკოსის შეიძლება ითქვას. მან გამოიყენა კარათის საკმაოდ მცირე დრო, რომელიც მიცემული ჰქონდა კამპანიისთვის, რადგანაც იგი აქამდე მოიხსენებათ პოლიტიკოსის პრინციპში არ ყოფილა, პოლიტიკოსი ამ გაგებით აქამდე არ ყოფილა. გამოიყენა ძალიან კარად ეს საკმაოდ მცირე პერიოდი, რომ თავისთავად რაღაცნაირად საზოგადოებისთვის გაეცნო, თვითონაც ესე თქვათ გამხდარიყო პოლიტიკოსი, მოგებოდა ამ როლს უკეთ. საკმაოდ კარად გამოიყენა ეს როგორც ჩვენ ნახეთ, ეს გამოჩნდა ბოლო მის გამოსვლებში, გაცილებით უფრო ესე თქვათ ეს გამოსვლები იყო გაცილებით უფრო შემდგარი პოლიტიკოსი, ვიდრე ეს ხდებოდა სიტყვაზე იგივე აგვისტოში მაგალითად. სულ განსხვავებული, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ უკვე განსხვავებული გიორგი მარგველაშვილი ბოლოს შეხვდა გამოსვლების დროს. არ უნდა მე ბაინა უკასრავად. გავიმეორებთ ვიდეო. რა შეიძლება ბურჯენანძე ბაქრაძეს, აქაც საინტერესოა ვინ უფრო მეტად მოახდენს თავისი ამორჩევლის მობილიზაციას. მე მგონი ამის უფრო მეტი შანსი ახლა აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომ მოახდინოს თავისი ამორჩევლის მობილიზაცია. ჯერტი რომ მას ყავს დაახლოებით გარანტირებული რაღაცა მხარვაჭერთა საკმაოდ დიდი რიცხვი, ალბათ დაახლოებით 15%, თუ ისინი მივლენ არჩევნებზე. ბაქრაძე უკვე იღებს დაახლოებით 15%-ს მაინც, ან შეიძლება უფრო მეც გააჩნია არჩევნებზე რამდენი ხალხი მივა. რა შეიძლება ბურჯანაძის ამორჩევლს, ესენი ვინ არიან? ძირითადად ის ხალხი, ვინც ახლა ითხოვს
სამართლიანობის აღდგენას უფრო ინტენსიური ფორმით დავიჭიროთ, ჩავსვა და ასე შემდეგ. აი ეს ხალხი თუ დაარწმუნა ბურჯანაძემ, რომ მხოლოდ მე შემილია ამის გაკეთება და მოხდინო მათი მობილიზება არჩევნებზე, მაშინ მას რაღაც შანსი აქვს, რომ კონკურენცია გაუწიოს ბაქრაძეს, მაგრამ სხვა მხრივ მე მგონი ამ ეტაპზე ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, ჩვენ ბაქრაძე გადის მეორეზე, ყველა გამოკლებით ეს სხვა შორის დაადასტურა იგივე ბიძინა ივანიშვილმაც. რეზი ლაპარაკია ბურჯანაძე არ აღიარებს ალბათ შედეგებს, ამას წინასწარ აცხადებს და მე მჯერა რომ წინასწარ აცხადებს, ამას გაკეთებს კიდევაც რომ არ აღიარებს შედეგებს, მაგრამ რამდენად გამოიყოს ხალხს ქუჩაში, ამაში უკვე ეჭვმებარება, რა მგონია ესე თქვა, ამის საფუძველი ხა სიტუაცია საქართველოში იყოს, რომ მან ქუჩაში ხალხი გამოიყენოს ბევრი და მithumetes ამით რაღაცას მიაღწიოს, იმიტომ რომ ხალხი მან მარტო პრინციპში ვერ გამოიყენა დიდი რაოდენობით, ნაცმოძრაობის წინააღმდეგაც გვახსოვს ჩვენ, იცი დამთავრდა 26 მაისი, მაშინაც პრინციპში ბევრი ხალხი მანდ-ამაინც ვერ გამოიყენა. და ახლა არ მგონია რომ მithumetes ბევრი ხალხი გამოიყენოს და რაღაცას მიაღწიოს. არ მგონია, თვითონაც მიხვდება ალბათ რომ საბოლოო ჯამში ამეთი შედეგს ვერ მიაღწევს. სამაგიეროდ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილი. ეს არის მე მგონი ახლა ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ წესრიგზე აგებს პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დამოკიდებულია ეს უფრო მეტად ღარიბაშვილზე ვიდრე ივანიშვილზე ამ ეტაპზე, ამ სიტუაციაში, აი კონკრეტულ მიზანზე. ეს ღარიბაშვილზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, წესრიგის დამყარება, მისი უწყება ალბათ მუშაობს უკვე დიდი ხანია იმაზე, რომ მოახდინოს პრევენცია, თუ იქნება რამე პროვოკაციების ცდელობა, ამაზე ალბათ მუშაობს სერიოზულად. მე მგონი ეს არ უნდა გაუჭირდეს, რადგან სამის გამოცდილება არსებობს საქართველოში, ჩვენ ვიცით, დიდი ხანია საქართველოში, ბევრი მრავალი წელია მიდის მსგავსი სცენარით მოქმედება ქუჩაში გამოსვლა მინდიგების, პროვოკაციების ცდელობა, მე ხელისუფლების პასუხი, რომელიც ხანდახან არადეკვატურია, ხანდახან ადეკვატურია და ასე შემდეგ. ამის გამოცდილება არსებობს, ამიტომაც არ მგონია, რომ ხლა ისეთი რაღაცის მოგონება შეძლოს ბურჯანაძე მიტინგებზე, რაც არ იცოდეს ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდილება მუშაკებმა. მათ იციან ყველაფერი რა შეიძლება მოხდეს მიტინგზე, იმიტომ ამის ძალიან დიდი გამოცდილება არსებობს. ახალი რა უნდა მოიგონო ახლა? რომ რაღაცა მიტინგი მოაწყო ისეთი, რომ ამეთი ქვეყანა გადაატრიალო. ძალიან ძნელია ახალი მოიგონო, მithumetes რომ თუ ვერ შეძლებს ბევრი ხალხის გამოყვანას ქუჩაში. მე მივაჩნია, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კანდიდატი პრემიერობისთვის, ოღონდ აქ არსებობს მხოლოდ ერთი მაგრამ. ღარიბაშვილი ახლა ამ ეტაპზე საჭიროა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინც უზრუნველყოფს კონტროლს ამ სამინისტროზე კონტროლს წესრიგზე ქვეყანაში და აი მისი გადაყვანით პრემიერად თუ შენარჩუნდება კონტროლი ისე ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროზე და წესრიგის უზრუნველყოფა ამითი, მაშინ კი, მაგრამ აი აქ შეიძლება კითხვა გაჩნდეს. ღარიბაშვილის გაპრემიერებით რაღაცნაირად თუ არ ასუსტებს ოცნება თავის კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ძალოვანებზე კონტროლს. აი ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა ძალიან. ანუ აქ უკვე გასაწყვეტი იქნება. აი არ ვიცი, აქ გასაწყვეტია ესე ვთქვათ. ხო არ არის რისკი რომ თქვა ღარიბაშვილის გადმოყვანით რაღაცნაირად შემცირდეს კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში ხა მოქმედი მთავრობისათვის. აი ალბათ ამან მხოლოდ ამან თუ შეიძლება შეუშალოს ხელი მე მგონი მის გაპრემიერებას. ვერ გეტყვით. მე არ ვერაფერს. თვითონ გააკეთონ ახლა მაგას. როგორ შევაფასებ, კარგი შეკითხვაა ნამდვილად. უფრო მეტი გამოცდილება ცხადია ამ გაკეთების ჰქონდათ ნაციონალებს და ბურჯანაძეს. მათ დამართეს საკმაოდ კარგად, ალბათ მაქსიმუმი მიიღეს მათ საარჩევნო კამპანიიდან და იგივე ვიდეო რგოლებიდან. რაც შეეხება მარგველაშვილს, მას როგორც გითხარით უკვე თავიდან ცოტა გაუჭირდა ესე ვთქვათ
ამ საჯარო პოლიტიკაში ჩაბონა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაბმა, მაგრამ ბოლოს ასკარად მან ესე თქვა გამოასწორა ყველაფერი, შვენივრად ესე თქვა გაითავისა ეს მისი ახალი როლი და ფუნქცია და ბოლო მისი გამოსვლები მარგულაშვილის უკვე იძლევა იმის თვითსაფუძველს, რომ მას ძალიან კარგი შანსი აქვს ყველაფერი დაამთავროს პირველივე ტურში. იმიტომ რომ აშკარად ესე თქვა შვენივრად ეს კაცი შევიდა ახალ ფუნქციაში და როლში. ნუ ხა შავ პიარს ჩვენ ვერ გავეცევით ვერსად, მაგრამ მთავარი არის ერთი რაღაცა. ჩვენ გვახსოვს შარშან შავი პიარი წინაარჩევნების დროს რაოდენ დიდ როლს თამაშობდა. ეხლა ამ საარჩევნო კამპანიაში შავი პიარის ესე ვთქვათ დოზა გაცილებით ნაკლებია, რაც კარგია და ერთიც არის საზოგადოება თუ არის განწყობილი რომ მხარი დაუჭიროს სიტყვაზე ოცნებას როგორც იყო ეს შარშან შავი პიარი შემთხვევაში გამწყვეტ როლს ვერ ასრულებს. რადგან თუ საზოგადოებამ გააწყვიტა რომ ოცნებას მისცეს ხმა იქ შავი პიარი ვეღარ მოატრიალებს სიტუაციას ვერანაირად ძალიან რთული აკეთება ამისი. ახაც ანალოგიურს ვიტყვი პრინციპში. თუ საზოგადოებამ გააწყვიტა რომ სიტყვაზე მისცეს ხმა იგივე მარგულაშვილს, რაც უნდა შავი პიარი იყოს, მან და მაინც ეს სერიოზულ სიტუაციას ვერ შეცვლის. როგორც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ წინაარჩევნების მაგალითზე. ხალხი წვეთს ერთხელაც სამუდამოდ რაღაცას და მისი გადარწმუნება მე საკმაოდ რთულია. კითხვა?